მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. გილოცავთ შობა ახალ წელს, გილოცავთ ნათლის დღების ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს 19 იანვარს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი იწყებს Facebook გადაცემათა ციკლს, რომელიც გავა ჩვენს Facebook გვერდზე ყოველ ორშაბათს 12 საათზე. დღევანდელ დღეს 19 იანვარს ჩვენ გვინდა გადაცემა მიუძღვნათ მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გამორჩეულ ფიგურას, ადამიანს, რომელმაც 36 წელი გაატარა მოზარდ მაყურებელთა თეატრის, როგორც რიგითი რეჟისორის, ისე სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის პოზიციაზე. ეს გახლავთ გამოჩენილი ქართველი რეჟისორი და პედაგოგი ბატონი შალვა გაწერელია, რომელიც დღეს 19 იანვარს 95 წლის გახდებოდა. შალვა გაწერელია, როდესაც 90 წლის შესრულდა, ჩვენმა თეატრმა გამოსცა ალბომი, რომელიც ეხლა ჩემს წინ არის და ის მთლიანად ასახავს იმ წარმოდგენებს, ასეთის 36 სპექტაკლი იყო, 36 სპექტაკლი დაადგა ბატონმა შალვამ ჩვენ თეატრის სცენაზე, მაშინ ქართული მოზარდი ცალკე ფუნქციონირებდა, რუსული მოზარდი ცალკე, აქედან გამომდინარე, იგი ქართულ თეატრს ხელმძღვანელობდა. შალვა გაწერელია შემოქმედებით ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო სპექტაკლები დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი. ეს სპექტაკლები, როგორც თეატრის რეპერტუარში, შემდეგაც, როდესაც ბატონი შალვა თეატრიდან წავიდა, თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე გაგრძელდა თითქოს მისი კლდიაშვილოგრაფია, ასეც ეძახდნენ მას ხუმრობით, რომ კლდიაშვილოლოგიაო ბატონი შალვაო და ეს ნამდვილად ამ ტიტულს იმსახურებდა, რადგან იმ პერიოდის პრესას რომ გაეცნოთ, პრაქტიკულად შედევრებად ასახელებენ ისეთ სპექტაკლებს, როგორც იყო ქამუშაძის გაჭირვება, დარისპანის გასაჭირი და ირინეს ბედნიერებაში, თლად კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, უმაღლესი პრემია თეატრალური საზოგადოების მიიღო ბატონმა შალვამ. თუმცა ესეთი დიდი აქტიურობა მოზარდთა და ყმაწვილთათვის დადგმული სპექტაკლებისა თავდაპირველად არ იყო. თავდაპირველად, როდესაც მან თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და მოვიდა ამ თეატრში, ეს იყო 1958 წელი, მან დაიწყო დადგმა ისეთი პიესების, რომელსაც იმ პერიოდის სამხატვრო საბჭო მას დაავალებდა. მაგალითად, იყო ალვები, ეგეთი სპექტაკლი, რომელიც მას აქ დადგმული, ან დაკარგული დრო თაბორიძის პიესა, რომელიც ასევე აქ დადგმული. შიგადაშიგ გამოურევდა სათავგადასავლო წარმოდგენებს, მაგალითად, განცდა კუნძული, რომელიც მაშინ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაშინ, ანუ გასული საუკუნის 60-იან წლებში. ხოლო აი 70-იანი და 80-იანი წლები მან ერთი მეორის მიყოლებით ისეთი სპექტაკლები დაუდგა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრს, რომ ნებისმიერი თეატრის ნებისმიერ რეპერტუარს დაამშვენებდა. ეს სპექტაკლები საოცარი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იყო სკანდალური სპექტაკლებიც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგალითად, ერთი ასეთი გახლდათ ბორის ლავრენევის პიესა რღვევა, რომელიც მან დადგა აბსოლუტურად დისიდენტურად და აბსოლუტურად ისე, რომ მაშინდელ კომუნისტურ რეჟიმს ძალიან კარგად მოხვდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცხვირში და ამის გამო იდგა საკითხი სპექტაკლის მოხსნა არ მოხსნის. თუმცა ბატონმა შალვამ ძალიან დიდი შრომის მოყვარეობით და დაჟინებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოახერხა და რღვევა რეპერტუარში შეინარჩუნა.
ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო ანა ფრანკის დღიური. ანა ფრანკის დღიურში ბატონმა შალვამ თავისი მოწაფეების ერთი ჯგუფი შემოუერთა მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დასს და ისინი დაუკავშირა მაშინ უკვე ძალიან პოპულარულ მსახიობებს, რეზო თავართქილაძეს, ტარიელ გიორგაძეს თუ სხვებს. ანა ფრანკის დღიურს მოყვა სიმონა მაშარის სიზმარი. შემდეგ გითხარით კიდეც მთელი კლდიაშვილის ეპოპეა იყო და უკვე 80-იან წლებში მან დადგა ჰიტად ქცეული სპექტაკლი კუკარაჩა ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლი კუკარაჩა ჩვენ ბატონი შალვას გარდაცვალების შემდეგაც აღვადგინეთ, სწორედ მის წლის თავზე იყო პრემიერა 2013 წლის 5 აპრილს სპექტაკლი აღადგინა ოთარ ბაღათურიამ, რომელიც ბატონ შალვასთან საპრემიერო სპექტაკლში მურტალოს როლს თამაშობდა. ბატონი შალვა 1996 წელს წავიდა თეატრიდან. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ამ თეატრის ისტორიაში და თუ გნებავთ სირცხვილიც, იმიტომ რომ მართლაც ამ რანგის რეჟისორი დარჩა აბსოლუტურად უთეატროდ, მან კიდევ 16 წელი იცოცხლა, თუმცა ის არც ერთ თეატრში აღარ წასულა, ბოლომდე უერთგულა მოზარდ-მაყურებელთა თეატრს და თუ არ ჩავთვლით კარიერის დასაწყისში 2 სეზონს გატარებულ ჭიათურის თეატრში, მან მთელი შემოქმედებითი ცხოვრება, მთელი შემოქმედებითი მრწამსი თუ კრედო დაუკავშირა სწორედ მოზარდ-მაყურებელთა თეატრს. თუმცა, როდესაც თეატრიდან წავიდა, მან განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა და მან მოახერხა საკუთარ აუდიტორიაში შეექმნა მინი თეატრი და დღეს ამ აუდიტორიას შალვა გაწერელიას აუდიტორია ჰქვია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არ დავკარგოთ ამ მართლაც შესანიშნავი რეჟისორის ღვაწლი და სანამ იარსებებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი, შალვა გაწერელია ყოველთვის ერთი გამორჩეული ფურცელი იქნება ამ თეატრის ისტორიაში. ასე რომ ყველას, ვინც იცნობდით ბატონ შალვას, ვინც იყო მისი მოწაფე, ვინც გაიზარდა ბატონი შალვას სპექტაკლებზე, გილოცავთ მის დაბადების დღეს, გილოცავთ მის საიუბილეო თარიღს 95 წლის თავს. თქვენ როგორც იცით, ყოველწლიურად 14 იანვარს აღინიშნება ქართული თეატრის დღე. სწორედ ამ დღეს პროფესიონალთაგან შემდგარი ჟიური ასახელებს სეზონის საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. წელს ჩვენ სპექტაკლს ლამბალო და ყაშა შეხვდა 3 ნომინაცია. ერთი ეს გახლდათ ახალგაზრდა ვაჟის ნომინაცია, სადაც გაიმარჯვა ჩვენმა ახალგაზრდა მსახიობმა ნიკუშა ხრიკულმა ლამბალოს როლის შესრულებისათვის. მეორე ნომინაცია, რომელშიც გავიმარჯვეთ, ეს იყო საუკეთესო ქორეოგრაფია და ბატონმა გია მარღანიამ და ატამ ხეიძემ მიიღეს ეს პრემია, ხოლო მესამე მანანა თევზაძემ თეატროდნემ მიიღო საუკეთესო რეცენზიისათვის პრემია, რომელიც სწორედ ლამბალო და ყაშას შესახებ დაიწერა. დღეს მე მოვიწვიე ჩვენთან პაატამ ხეიძე, ჩვენ თეატრის მსახიობი და სასცენო ბრძოლის, სასცენო მოძრაობის სპეციალისტი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი და ნიკა ხრიკული, რომელიც ჯერ კიდევ არის მეოთხე კურსზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის და როგორც ჩემი, ისე პაატას მოწაფეა, სტუდენტია და ამან სულაც არ შეუშალა ხელი
რომ სწორედ ლამბალოს როლისათვის ამ ნახევარწელიწადში უკვე მესამე პრემია აიღო ნიკამ. მე მინდა ნიკუშ ჩვენ გვისაუბრია ხშირად რა არის მსახიობისთვის აი ამ ტიპის ჟილდო, ამ ტიპის პრემია და მე მაინტერესებს რა არის შენთვის თვითონ ლამბალო ეს პერსონაჟი და როგორი იყო ის შეგრძნება, როდესაც თეატრალური საზოგადოების წინაშე უკვე მესამედ ადიხარ და იღებ პრემიას ერთსა და იმავე როლში. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურის წევრებს ამ პრიზისთვის. ჩემთვის ეს პრიზი ძალიან დიდი мотивაციაა და ხვდები რომ სწორად ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ და აწი კიდე უფრო მეტი შემართებით და ენერგიით უნდა გავაგრძელო ჩემი საქმე. მადლობა მინდა გადავუხადო სპექტაკლის ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით ბატონ პაატას. სწორი ჯილდო იყო ნამდვილად, ძალიან საინტერესოა მასთან ერთად მუშაობა ლამბალოს როლზე, ისედაც უნივერსიტეტშიც ყველგან როგორც პროფესიულად, ისე მეგობრულადაც ძალიან მაგარი ადამიანია ბატონი პაატა. რაც შეეხება ლამბალოს. ძალიან საინტერესო იყო ლამბალოზე მუშაობა, თავისი პლასტიკით, თავისი ენერგიით, ლაპარაკის მანერით თუნდაც ჩემი ასაკის ბიჭია და რადიკალურად განსხვავებულია ჩემი თავისგან და ამიტომ რთული იყო ამაზე მუშაობა და მე მინდა აღვნიშნო რომ ძალიან დამეხმარა ნიკუშა ფაიქრიძე ჩემ სცენის პარტნიორი ლამბალოში და მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ და თქვენს მადლობა იმისთვის რომ მომეცით ეს შესაძლებლობა რომ მეთამაშა ლამბალო. თავისთავად, როდესაც ჩვენ ვფიქრობდით ქორეოგრაფიულ ჩართვებზე ამ სპექტაკლში, ამოვედით სწორედ იქედან, თუ რა შესაძლებლობა აქვს მსახიობს. აქედან გამომდინარე, ბატონი გია მარღანიაც და პაატაც სწორედ აი ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე შეეცადნენ, რომ მაქსიმალური დაენახათ მაყურებელს შენს შესაძლებლობაში. პაატა რა გინდოდა და რა შედგა? მადლობით დავიწყებ, იმიტომ რომ ეს რაც შედგა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აღიარება მოსდევს შენ ნამუშევარს, მაგრამ ეს არ იქნებოდა თუ არა ამ სპექტაკლში მონაწილეობა რომ არ მიმოხო. და ეს არის თქვენი დამსახურება, გასაკვირველია. ბედნიერება ადამიანისთვის, როდესაც სცენაზე გიდას მსახიობი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება. არ არის პრობლემა მოძრაობა, ეს მოძრაობა, რომელიც შეიცავს ქორეოგრაფიას, პლასტიკას, ბატალური სცენა იქნება თუ რაც იქნება, იმედიანად რო ხარ, რომ ვიცი რაც გინდა და განახორციელო და ჩადო ამ სცენაში, ის აუცილებლად გამოვა, იმიტომ რომ ყავს ესეთი როგორც ახლა ჩვენ ნიკუშა. და ნუ შევარცხვანთ ახლა გავაწევთ. ეს არა სიმართლეა, ნამდვილად იცის რომ ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ უნივერსიტეტში დააკაც და ძალიან სასიამოვნოა ეს ჩემი პირველი პრემიაა და ნამდვილად სტიმულია რომ აი მომავალში უფრო რაღაცა ხმა შრეებში შევიდეთ და უფრო სხვანაირი პლასტიკა და იცით რა არის საქმე რაშია სასცენო მოძრაობა არ არის მარტო ცეკვა არ არის მარტო ფარიკაობა არ არის მარტო სალტო და მოძრაობაა ყველაფერი და ეს ყველაფერი ამ ადამიანში რატომღაც არის ესე ღმერთმა მისცა ეს უნდა არის რომ თქვენი დამსახურებით უნივერსიტეტში პირველი კურსიდან მაგას სწავლობ. ღმერთის დამსახურებით. თუმცა თქვენს ნამუშევარში იყვნენ ჩართული სხვა მსახიობები, მათ შორის უფროსი თაობის მსახიობები, მე მახსოვს არაჩვეულებრივი ეპიზოდი დავით ხახიძისა და ვამეხ ჯანგიძის შესრულებით, ანუ როდესაც კომპლექსურად ქორეოგრაფიას ეხება საქმე, იგივე ბატონ გიასთან მიმართებაში რომ ვთქვათ, იქ არაჩვეულებრივი ეპიზოდი იყო ქორეოგრაფიული ლალიკო ღერკენაშვილის და ნიკუშასი, ასევე ქალბატონი თამარ მამულაშვილის, ანუ ეს მთლიანობაში იყო დანახული ასე, მე ძალიან მიხარია, რომ აი ასე გამოირჩიეთ თქვენ და მაყურებელს შევახსენებ, რომ ლამბალო და ყაშა არის ჩვენი თეატრის რეპერტუარში და
თებერვლის თვეში, 1 თებერვალს, 18 თებერვალს, 28 თებერვალს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მობრძანდეთ ლამბალო და ყაშა სცენაზე და თქვენვე გადაამოწმეთ, რამდენად სწორი იყო ჟიურის გადაწყვეტილება. დღეისათვის სულ ეს იყო, მე გემშვიდობებით ზუსტად 1 კვირით ჩვენ შევხვდებით 26 იანვარს.